სრულიად განცხადდა ყოვლადწმინდა სამების ქმედება და მისი გამგება გაცდა მოდმის მიმართ, რომ მეც სურს ადამიანის ცხოვრება და დამკვიდრება მისი ცათასასუფეველში, რომ აცხოვრის განკაცება ეს იყო დასაწყისი ადამიანთა გამოხსნისა ჯოჯოხეთის ტყვეობიდან და ადამიანისათვის მონიჭება განხრობის საშუალებისა, რომელიც ხდება სულიწმინდის მოქმედებით. აი ამის დამოწმება არის მარტვილის დღესასწაული ქრისტეს მიერ საყვარელმა და როგორც ეს მოვლენა 2000 წლის წინ აღსრულდა, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მაცხოვრის მოწაფეები იყვნენ შეკრებული იერუსალიმში. რამე თუ მაცხოვარმა უთხრა, რომ იყავით იერუსალიმში მანამდე სანამდე მოვა თქვენთან რუგეშინის მცემელი სული იწმინდაო და შეკრებულნი იყვნენ ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდგომ მეათე დღეს, რათა აღენიშნათ ებრაული დღესასწაული, რომელიც 50-მე დღეს აღესრულება პასექის შემდგომ და საინტერესოა, რომ ეს დღესასწაული იყო კავშირში და მოსახსენიებლად დადგენილი იმ მოვლენისა, როდესაც მოსე წინასწარმეტყველმა სინას მთაზე მიიღო უფლისაგან ცნებანი და ეს ცნებანი, როგორც იცით, იყო დაწერილი ღვთის თითით, ასე ძანებს წმინდა წერილი, ანუ ადამიანი მიერ არ იყო ეს ამოკვეთილი იმ ქვის დაფებზე, არამედ ღვთის მადლით, ღვთის ენერგიის მოქმედებით იყო ამოკვეთილი ქვის დაფებზე და როგორც ის მოვლენა ნიშნავდა ძველი ამქრისეული ეკლესიის დაფუძნებას, რამე თუ ამის შემდგომ იწყებს უკვე კიდობნის შენებას მოსე წინასწარმეტყველი, ედგინება მღვდელმთავარი აარონი და დაუდგინდება კიდობას მღვდლები და ტაძრის მსახურნი ლევიტელები. აი ახალი აღქმისეული ეკლესიაც თავის აღშენებას და დაფუძნებას იწყებს მარტვილის დღესასწაულიდან, რამე თუ გარდამოვიდა ცეცხლის სახით სულიწმინდა დაადგრა მოციქულებზე და ისინი ამეთვალდნენ ბიზანტიის იმპერიის ფარგლებში მყოფ ენებზე. და რატომ? იმიტომ, რომ ღვთის სიტყვა ექადაგად წარმართათვის, ღვთის სიტყვა ეუწყებინათ ყოველი ტომისთვის, ყოველი ჯულისთვის და აი ასე მოდიან მოციქულები საქართველოშიც და უკვე ქართველ ერს ესაუბრებიან მისთვის გასაგებ ენაზე, რამე თუ ღმერთმა ინება ყოველთა მოსვლა, ყოველთა მოქცევა და გზასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაო, როგორც ბრძანებს ამას წმინდა მოციქული პავლე. და ასევე ბრძანებს მოციქული პავლე, რომ უკვე თუ სული ღვთისა გვაქვს, ძენი ვარ ღვთისანიო. აი სული ღვთისა ქრისტეს მიერ საყვარელნო, ეს არის ზუსტად სული, რომელიც მოქმედებს ადამიანში, როდესაც ადამიანი ეძიებს სულიწმინდის მადლს, როდესაც ადამიანი ეძიებს ღმერთთან ურთიერთობას. ჩვენ სულიწმინდის მადლი და ბეჭედი სულისა წმინდისა ნათლობის დროს
გვერდიდება. ეს არის საწინდარი ჩვენი მომავალი მარადიული ცხოვრების, მაგრამ თუ ცოდვამ ან ჩვენმა უწმუნოებამ ან არაეკლესიურობამ ამ სული წმინდის ამ მადლის მოქმედებას არ მისცა საშუალება, მაშინ ეს მადლი მიძინებულად არის, ის არ მოქმედებს. იმიტომ რომ ღმერთის მოქმედებასთან ერთად უნდა იყოს თანხმეთში ადამიანის ნებაც, ადამიანის მოქმედებაც. თუ ადამიანს არ სურს, შეიძლება ის კიდევაც მონათული იყოს, შეიძლება მას მართლმადიდებელი ცერკვას, მაგრამ თუ ადამიანს არ სურს, მისი ცხოვრება ვერ მოხდება მისი ნების და მისი ამავ დროს სურვილის და თუნდაც მცირედი ძალისხმევის გარეშე. და თუ ადამიანს სურს, მაშინ ის ეძიებს ღმერთთან ურთიერთობას და ამ ღმერთთან ურთიერთობით იზრდება მასში მოქმედება სული წმინდის მადლისა და როგორც ამბობს წმინდა მოციქული პავლე, თუ ქრისტეს სული არ არის ჩვენშიო, მაშინ არ ვართ ჩვენ ქრისტესნიო. და ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უნდა ვიხვდეთ ქრისტეს მიერ საყვარელო. ჩვენ უნდა ვიწოდებოდეთ ძეებად ღვთისა. ზოგჯერ ადამიანები ამბობენ, რომ ყველა ძე არის ღვთისაო, ამით ღმერთმა შექმნაო ადამიანი. კი, ყველა ადამიანი ღმერთმა შექმნა, მაგრამ შვილ ღვთისა ეწოდება იმას, ვინც ეძიებს ღმერთთან ურთიერთობას და ვიშიც მოქმედებს სული ღვთისა. და როგორი არის მისი მოქმედება და რა არის ამისათვის საჭირო ქრისტეს მიერ საყვარელო, ჩვენ ამას ვსწავლობთ ეკლესიაში, ჩვენ ამას ვსწავლობთ წმინდა წერილიდან, ჩვენ ამას ვსწავლობთ წმინდა მამების წერილებიდან, მათი სწავლებიდან და აი ასე ჩვენ ნაბიჯ ღვთისაკენ წარმემართებით, ასე უახლოვდებით ჩვენ ღმერთს და ამით მოსჩანს, რომ ჩვენ გვინდა შვილ ღვთისად ყოფობა, ჩვენ სურს, რომ ვიყვეთ ძენი და ასული ღვთისანი და თუ სურს, ღმერთიც იწირავს ამ ჩვენ მონდომებას და ღმერთი გვაძლევს ჩვენ მათ სულისა წმინდისა საწყონებლად ჩვენი სულისა. ღმერთმა დაგლოცოთ ქრისტეს მიერ საყვარელო, ღვთის მადლი მოეფინოს ჩვენს სულს, მოეფინოს ჩვენს სოფლებსა და ქალაქებს, ჩვენს ოჯახებს, ყოფილიყოს ის საკურნებელად სულისა და ხორცისა და ღვთის მადლი ტრიალებდეს ამ წუთის სოფელში, რათა წუთის სოფელმა გულისხმოს თუ რომ ჭეშმარიტება არის ქრისტეში და რომ ის გარეშე არ არის ცხოვრება და პირველად ამას ჩვენ მართლმადიდებლები უნდა ვადასტურებდეთ ჩვენი ცხოვრებით და ჩვენი სიტყვით და ჩვენი აზროვნებითაც. ახლა ჩვენ წავიკითხავთ, ახლა შესრულდება მწუხრის სახურება და წავიკითხავთ სული წმინდის მოწვევის ლოცვებს და ყველამ უნდა ილოცოთ თქვენს შიგნითაც, ყურადღებით მოისმინოთ ეს ლოცვები და მეც ვთხოვოთ, რომ ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ მადლის სულისა წმინდისა, ჩვენს განსაცმენდელად, ჩვენს ცოდვათა მისატევებელად და ჩვენს საცხოვრებელად. ამინ. ღმერთმა მრავალს დაგასწრო. ღმერთმა დაგლოცოთ ქრისტეს მიერ საყვარელო, მრავალ მარტვილის დღესასწაულს ჩვენ საკითხულ სული წმინდის მოწვევის ლოცვაში შევთხოვეთ უფალს, რომ თავისი წყალობა და მადლის სული საწმინდისა არ მოაკლოს ამ წუთის სოფელს
ხილულ და უხილავ სამყაროს ჩვენ ცოცხალთა მოგვანიჭოს მიტევება ცოდვალთა მოგვანიჭოს სიმთერეს სხეულისა კეთილად წარმართება ცხოვრების გზაზე და ქრისტეს საფრთხო და მაცხოვნებელი ცნებების აღსასრულებლად მოგვანიჭოს ძალა, რათა გარდაცვალებულთა უფალმა მიანიჭოს ასევე მიტევება ცოდვათა და იმედი ქრისტეს მეორე მოსვლის ჟამს სამარადისო სასუფეველში დამკვიდრებად სულისა. ამინ. ჩვენთან არის